მივხვდი რომ დღეს პატარა ვლოგი ჩავწერო, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერად ვცნობ და დიდი ხნის განმავლობაში ესე კარგად თავი არ მიბრძვია. ეხლა მივდივარ სასეირნოდ. სკვერში დღეს არის ძალიან კარგი ამინდი და თოდას დაგათვალიერებინებ დღეს გავაკეთებ. შემდეგ უნდა მივეხმარო ჩემს მეგობარს, რომელიც ალაგებს თავის პარკს, იმიტომ რომ იანვარში მიემგზავრება ავსტრალიაში. ორმაგი შეგრძნება მაქვს, თან ძალიან მიხარია მის გამო და თან ძალიან ვწყდება გული, რომ რაღაც პერიოდი აქ აღარ იქნება. ბოლო თვეების განმავლობაში ვისწავლე მივენდო სამყაროს. შეიძლება ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვისწავლე, მაგრამ ნაწილობრივ ვისწავლე, რომ ყველაფრის კონტროლს არ უნდა ეცადოთ ადამიანები. და ზოგჯერ ოკეია, რომ ყველაფერი ისე არ მიდივიდეს, როგორც გვინდა, მაგრამ როცა ვცდილობთ და გვჯერა და გვინდა, რომ რაღაცები შეიცვალოს, მგონია, რომ აუცილებლად დგება ის მომენტი, როცა იცვლება. და მოთმინება წარმშოვანია მაგ პროცესში, რა თქმა უნდა. მივხვდი, რომ ძალიან უხერხულია, რო დგახარ და ისე რომ წერ ვიდეოს ასე რომ დავჭერდი. ძალიან მინდა რომ რაღაც მომენტებში მიედოთ საყვარს, აი როცა რაღაცები ისე არ მიდის, როგორც გინდოდათ და გადადგით გარკვეული გამიჯები იმისთვის, რომ რაღაც მსხვერპლი გაიღეთ სიტყვაზე, ან იღებთ გარკვეულ მსხვერპლს. გინდათ რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს თქვენი ცხოვრება და აი ის მომენტი გაქვთ რომ აი არ და არ იცვლება. აი მაგ მომენტში უბრალოდ არ დაკარგოთ ოპტიმიზმი, აი პესიმიზმში არ გადავარდეთ და გჯეროდეთ რომ შეიცვლება, კი რა, შეიცვლება და მიენდეთ თქვენს ინტუიციას და ხმას. ეხლა რომ ვკრდები აქამდე თითქმის ჩემ ინტუიციას და ჩემ შინაგან ხმას არასდროს არ უსმენდი. საკუთარ თავთან კავშირი აღარ მქონდა. აი ბოლო წლები ესეთ სიტუაციაში ვიყავი, რომ ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, ანუ არ მინდოდა არასდროს რომ გავჩერებულიყავი, სულ მოძრაობაში ვიყავი, მაგრამ ამ მოძრაობის მიზეზსაც ვეღარ ვხვდებოდი. აი სულ ეს მომენტი მქონდა, რომ სად ვარ, დაკარგული ვარ. და მაგის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საკუთარ თავთან ვკარგავთ კავშირს და როცა საკუთარ თავს არ უსმენთ, საკუთარ გრძნობებს, ინტუიციას, ემოციებს, მაშინ იწყება ეგ ფაზა, როცა არიცი რა უნდა გააკეთო. და მან ალბათ მაგას გირჩევდით, რომ დარჩით საკუთარ თავთან მარტო. წაიკითხეთ, მოусმინეთ, განვითარდით. რომ ისევ დაიბრუნოთ ეგ შინაგან ხმასთან კავშირი. იმიტომ რომ მგონია მაგაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ეგ კავშირი რომ გქონდეს ყველაფერი კარგად წავა ცხოვრებაში რა, მაგრამ იმის იმედი არ გქონდეთ, რომ თუ დიდი ხანია კავშირი საკუთარ თავთან დაკარგული გაქვთ, აი ესე მოხდება რაღაც არა. ბევრი შრომა, ბევრი დარტყმა, ბევრი ცირთულის გადატანა მოგიწევთ, მაგრამ ძალიან გაიზრდებით. იმედი არ დაკარგოთ. და გამოიყენეთ გარკვეული მომენტები, მიენდეთ თქვენს გრძნობებს, აი საკუთარ თავზე იყავით დამოკიდებული. როცა საკუთარი თავის იმედი გაქვთ, თუნდაც ძალიან რთულ მომენტში, არავინ არ ყავთ დიდად გვერდში. აი საკუთარი თავის იმედი გქონდეთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც მარტო ვართ ყველა სირთულესთან, ყველა სიტუაციასთან და ჩვენ ვიღებთ, ჩვენ უნდა ვიღებთ ეს, ჩვენ ყოველთვის ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიღებთ ეს გადაწყვეტილებებს და ჩვენს ხმას უნდა მივყვეთ, იმიტომ რომ სხვა ჩვენზე უკეთ არავინ არ იცის, რა გვინდა. და ჩვენ ვიცით, მაგრამ ზოგ შემთხვევაში რთულია რომ ვიპოვოთ რა გვინდა. ჩემ შემთხვევაში ესეა. ყოველთვის რთული იყო განმესაზღვრა და ნახა რა მინდოდა. თუნდაც პროფესიულად, თუნდაც ურთიერთობებში, სწორი მიმართულებით უნდა იშრომოთ. რაც გჭირდებათ იმ მიმართულებით უნდა იშრომოთ და ყველა ადამიანს განსხვავებული რაღაც გჭირდება. კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდოდა. როცა თქვენ ცხოვრებაში რაღაც კარგად არ მიდის. დავიქცეთ ეგეთ რაღაცა სიტყვაზე რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ. ან არ ხართ ბედნიერი. ეგ ძალიან კარგი რამეა, იმიტომ რომ სამყარო გეუბნებათ მაგით, რომ რაღაც გაქვთ შესაძლებელი. რაღაცას არასწორად აკეთებთ. არასწორ გარემოში ხართ, არასწორ ადამიანებთან. არასწორ ნაბიჯებს დგამთ. და მაგით ცდილობს სამყარო გამოგაფხიზლოთ, რომ
აბა დაფიქრდი რა საკეთება რა სწორად რა შეგიძლია რომ უკეთ გააკეთო რომ უკეთ იყო და ძალიან დიდი განვითარების შესაძლებლობა გეძლევათ მაგ მომენტში რომ ირწმუნოთ საკუთარი თავის საკუთარი შესაძლებლობების და არ გაჩერდეთ მაგზაზე აი მაგ მომენტამდე თუ მიხვალთ მე ვერაფერი არ გაგაჩერებთ ხო და აი მე ტიპის მოტივაცია თუ გჭირდებათ იცოდეთ რომ თქვენ იქნებით ეგ მოტივაცია პირველ რიგში საკუთარი თავისთვის არავის სხვა და უნდა მიიღოთ საკუთარ თავს მაგაზე კარგს ვერაფერს გააკეთებთ თუ მომენტებში არ დაკარგოთ არც სიყვარულის უნარი როგორც გაცემის ასევე მიღების და თუ ვერ იღებთ გარემოსგან საკმარის სიყვარულს გაეცით იმიტომ რომ გაცემული სიყვარული საკითხად უცებად დაგიმონდებათ უცხოს მიმართ არ არის საჭირო არაფერი სრულიად უცხოს მიმართ გაუყიმეთ პატარა რაღაცით დაეხმარეთ და იმხელა ენერგიას მოგცემთ ეგ ყველაფერი რომ კეთილგანწყობილი ხართ სამყაროს მიმართ სხვა ადამიანების მიმართ და არანაირი ვალდებულებით არ ცხოვრობთ რომ ვიღაც ასევე ვალდებულია რომ უყვარდეთ უბრალოდ შეგიძლიათ რომ გიყვარდეთ ძალიან ბევრის მთქმელია და ბევრის განმოვითარებელი იმიტომ რომ მე მგონია რომ თუ ადამიანს არ შეუძლია სიყვარულის გაცემა და მიღება ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნება და ადამიანმა მოდი უნდა ისწავლოს და ეგოისტობასთან ერთად დააბალანსოს ეგ ფაქტი რომ თან სიყვარულით შეეძლოს და კიდევ იმას გეტყოდით რომ არ იჩქაროთ მე მაგალითად როცა რთულ სიტუაციაში ვიყავი ჩქარობდი რომ ყველაფერი შემეცვალა უკეთესობისკენ და მინდოდა რომ ყველანაირად ამერიდებინა ის სირთულეები რაც ზუსტად ვიცოდი რომ წინ მელოდა და აბა გამოიცანით რა მაგ სირთულეების გარეშე უკეთესი მომენტი არ დადგება თქვენ ცხოვრებაში ან თუ დადგება მოკლეხნით და წარმავალი იქნება ძალიან ეგ კარგად ყოფნა ასე რომ განიცადეთ ყველა ემოცია ყველა სირთულესთან დარჩით პირდაპირ არ შეგეშინდეთ იმიტომ რომ ისეთ სირთულეს არ მოგივლენთ სამყარო რის დაძლევასაც ვერ შეძლებთ და ჯეროდეთ რა ძალიან ჯეროდეთ მოკლედ თქვენი თავის რესურსი, რასაც სამყარო გაცლებთ და გიგზავნით. ადამიანების სახით, ინფორმაციის სახით, თქვენი გონებრივი შესაძლებლობების აზრით, მაგრამ სხვა ადამიანებსაც მოусმენთ, იმ ადამიანებსაც რა თქმა უნდა თქვენთვის კარგი უნდა და არ გქონდეთ იმის განცდა, რომ არავის არ უნდა თქვენთვის კარგი, იმიტომ რომ ყოველთვის არიან ადამიანები, ვისაც უნდა ჩვენთვის კარგი, მაგრამ უნდა დაინახოთ ეგ ადამიანები და ეგ სიტუაციები. გამოარჩიოთ იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. სად ეს ოქტომბერში როცა ხარ ყველაფერს არ დაუჯეროთ რასაც თქვენი თავი გეუბნებათ და არც ყველა სხვა ადამიანს დაუჯეროთ და ყველა აზრს რასაც სხვა ადამიანები გეუბნებიან საუკეთესო გზა იმისთვის თუ ძალიან დაკარგული ხართ და არ იცით უბრალოდ საით მიმართეთ ფსიქოთერაპიას ანუ მოძებნეთ გზები რაც დაგეხმარებათ და სწორად გამოიყენეთ ყველა საშუალება ამ თემაზე მგონი ძალიან ხშირად საუბრობ მაგრამ იმ შემთხვევაში ძალიან ინსეკიურ ხართ ხართ თავდაჯერებული ბევრი ეჭვი გაქვთ გაუქმეთ სოციალური ქსელი უბრალოდ დამიჯერეთ გაუქმეთ და აღარ გექნებათ ამ ხელა კავშირი კარე სამყაროსთან ამდენი ინფორმაციასთან დამიჯერეთ რომ სადღაც მოვა საკუთარ თავთან კავშირი რაღაც მომენტებში ძალიან მნიშვნელოვანია რა და ეგ მომენტი სწორად დაიჯერეთ როდის არის მნიშვნელოვანი და იცოდეთ რომ რამდენადაც კარგი ადამიანები არ უნდა გყავდეთ გარშემო ვინც დაგეხმარებიან ახალ შეგიწყობენ თქვენი სამუშაო თქვენი გასაკეთებელია და თქვენს მაგერად ვერავინ და არავინ არ გააკეთებს შეუძლებელია მოჩვენებითია არარეალურია თქვენი გასაკეთებელია რა თუ უშინდებით
ჩათვალეთ, რომ დიდი ხანი ვერ მოვაკვირებთ თქვენს პრობლემებს. ინიციატივები უნდა აიღოთ საკუთარ თავზე და უნდა გამეტული გახდეთ, თუ კი არ ხართ. ამასთანავე გზად აუცილებლად გექნებათ კარგი მომენტები, პოზიტიური, დადებითი და მომენტებით აუცილებლად დატკბით. მიიღეთ პატარა მცირედი მომენტებით და მონაკვეთებით სიხარულის შეგრძნება, კმაყოფილების და თუ ეგეთი მომენტი დიდხნის განმავლობაში არ დგება, არა უშავს ცოდეთ რომ მოვა, აუცილებლად მოვა.